კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და მოკლედ ვუბრუნდებით ჩვენს უკვე ტრადიციულად ქცეულ რუბრიკას, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად და დღესაც პრინციპში ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, თემებზე უნდა ვისაუბროთ, ხო? ეს არის მითები, რაც სამეზობლოსთან დაკავშირებით ძალიან გავრცელებულია ხოლმე და დარწმუნებული ვარ დღესაც მოისმენთ თქვენ შეხვედრილ ხარ და მოგისმენიათ თქვენი ძვირფასი მეზობლებისგან ხოლმე და სწორედ აი ამ თემებს გავივლით ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლებიან ნათია ორახელაშვილი Citycom-ის account manager-ი და ანა შავშიშვილი ასევე Citycom-ის account manager-ი და მოკლედ დავიწყოთ ამ თემზე საუბარი პირველი რის თქმაც შეგვიძლია ხო ნუ სამწუხაროდ აქამდეც წინა ასე ვთქვათ გადაცემები როდესაც გქონდა მაშინაც აღნიშნეთ რომ ქვეყანაში არ არსებობს ფაქტობრივად მუნიციპალური უწყისები რომლებიც მოემსახურებიან კორპუსებს და ამ საცხოვრებლებს და შესაბამისად მოსახლეობას და მცხოვრებლებს თავად უწევთ რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და ნუ ადამიანები მრავალფეროვნებად განსხვავებულები ვარ და უამრავი აზრი არსებობს ხოლმე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ბევრი მითიც სავარაუდოდ იქნება. მოდი აი მითებზე ვისაუბროთ, ნათია თქვენ გადავიწყოთ, აი ძირითადად რა მითებს ხვდებით ხოლმე უშუალოდ სამეზობლოში. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. რაც შეეხება ახლა მითებს, ну ძირითადად სამეზობლოებს იმედი აქვთ, რომ რაღაც კონკრეტულ დაფინანსებას მაინც მიიღებდნენ, თუნდაც გამგეობიდან, მერიიდან და ასე შემდეგ და თავს იკავებენ ხოლმე, რომ აი საერთო ზრუნვაში ჩაერთონ მაქსიმალურად, რაც თანხების გაღებასთან არის დაკავშირებული, ხო? იმასაც თვლიან, რომ პირობითად მის სახლის კარს მოიხურავენ დასულდა უკვე და აღარ არის საჭირო დანარჩენი დეტალების განხილვა. ამასთან დაკავშირებით ზუსტად Citycom-ი ყველას მოუწოდებს რომ კორპუსი და კორპუსში არსებული ყველა დეტალი, თუნდაც ლიფტი, სადარბაზო და ასე შემდეგ არის საერთო და საერთოზე ერთად უნდა იზრუნონ. აქედან გამომდინარე ის რომ პირობითად სამეზობლოს კონდეს ვინმეს იმედი რომ არ ჩაერთონ ზუსტად ამ იმედით რომ არ ჩაერთონ იმ ფინანსურ გადახდებში რაც გქონიათ რომ ძალიან დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული ამ ფინანსებთან ასე არ არის თუმცა Citycom-ი ყველას ეხმარება ამ ნაწილში რომ საერთოზე ერთად იზრუნონ თან მეორე ამბავი ისიც არის რომ ესეც პრინციპში მითია ხო რომ თუ თქო ჩემი პასუხისგებლობა არ არის რომ იქ სადაც ხორობ ამაზე ვიტყვი აი საერთო ზრუნვა ახსენეთ და მოდი კიდევ ერთ მითს შევეხოთ რომელიც შეიძლება არსებობდეს აი Citycom-დან დაკავშირებით რომ საზოგადოებაში არის ხოლმე ის რომ ხშირად იცნობენ როგორც მაგალითად არის ლიფტების საბარათი წამკითხვის წარმოებას მაგრამ ჩვენ აქამდე ძალიან ბევრი გვისაუბრია იმ საქმეების მრავალფეროვნებაზე რასაც Citycom-ი აკეთებს ხო აი ან ამაზეც რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ამაზეც რომ ხაზე გავუსვათ. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. კი ბატონო, არსებობს ესეთი მითები, რომ Citycom-ი უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისებს, დაუშვათ კორპუსებში მაგალითისთვის რომ ავიღოთ დასუფთავების სერვისი, ლიფტის მომსახურება და ასე შემდეგ. რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. თუმცა ჩვენ 2017 წლიდან თანხის აგროვებასთან ერთად, მის განკარგვასთან ერთად დავაგროვეთ ძალიან დიდი ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც დასუფთავების კომპანიებს, დაუშვათ ან კერძო პირებს, ასევე ლიფტის მომსახურე პირებს და კომპანიებს შესაბამისად სამეზობლოებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ამ ბაზიდან აარჩიონ თავისთვის საჭირო სერვისები, რა თქმა უნდა, მომსახურების პირობების მიხედვით არჩევენ ფასების მიხედვით და ესე ვთქვათ, უკავშირი აქვთ სამეზობლოსთან პირდაპირ ამ სერვის მიმწოდებელ კომპანიებს და კერძო პირებს. პრინციპში ამ მითის დამსხვრევ ერთი მარტივი მოცემულობითაც შეიძლება რომ 2017 წლიდან რო აქამდე კომპანია იზრდება მუდმივად ნიშნავს იმას რომ საზოგადოების მხრიდანაც ნდობა მაღალია. ნდობის საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება ახსენეს თანხის შეგროვება და ამ თანხის შეგროვებაზე ვისაუბროთ ბუნებრივია ნდობა მომდინარეობს იქიდან ხა ჩემი თანხა რომელიც ასე ვთქვათ მაგალითად მე შემაქვს ხო პირობითად Citycom-ში მნიშვნელოვანია რომ გამჭირვალე იყოს ყველაფერი ხო რომ ვიცოდე ჩემი თანხა რეალურად რაში როგორ იხარჯება აი ამაზე გამჭირვალობის პრინციპი როგორ ხდება მოდი ამაზე ვისაუბროთ ნათია და თანხები სადა როგორ ირიცხება ამასაც ხაზე გავუსვათ კი ბატონო ის აკუმულირებული დაგროვებული თანხა ბუნებრივია ერთ ანგარიშს შეისახება რომელიც სრულად კორპუსის არის ამის კონტროლი ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია ნებისმიერ წამს აპლიკაციაშიც რომ შევიდეს განახლებული ინფორმაციას ნახავს თუ რა რაოდენობის თანხა არის დაგროვებული და ზუსტად ეს თანხები რა დანიშნულებით არის გადარიცხული ასევე ნაშთის სახით რამდენი აქვს დარჩენილი და ზუსტად აი ამ თანხებს თავად განაგებენ ის რომ არა რომ Citycom-ი რიცხავს პირობითად მათ დამოუკიდებლად ხო ამ თანხებს არა მათი არის
ეს თანხები სრულად რას დაგროვდება და მათივე სურვილისამებრ ირიცხება ნებისმიერი დანიშნულებით. ეს იქნება ელექტროენერგიები, ლიფტის კომპანია დასუფთავება თუ რაიმე სხვა სერვისთან, ამას თავად წყვეტენ სრულად. კი ბატონო, აი ანა, ტრანზაქციის გამჭირვალობა, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც რეალურად ხედავთ იმას, თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული, ყოველ შემთხვევაში სამეზობლოს. ანუ ის კითხვები, რომელიც ალბათ სულ არსებობდა, რომ აი ეს თანხა საწავიდა, ეს რაში დაიხარჯება. ეს გამჭირვალობის ნაწილი ამ კითხვებს ადეკვატურად სცემს პასუხს, როგორია აღქმა თუნდაც იგივე მოსახლეობაში, რომელიც სარგებლობს აღნიშნული სერვისით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ სამეზობლოებს ვაძლევთ ჩვენს აპლიკაციას, სადაც აბსოლუტურად ყველა ტრანზაქცია არის გამჭირვალე. მათ შეუძლიათ როგორც საკუთარი პირადი ბალანსის კონტროლი დაუშვათ, ასევე შეუძლიათ სამეზობლოს საერთო ბალანსის კონტროლი დაუშვათ, რა თანხებს აგროვებენ თვის განმავლობაში ან წინა თვეში რა თანხები მოაგროვეს, რაში გახარჯეს ეს თანხა. შესაბამისად, ყველა თეთრი, რომელიც შედის ან გადის სამეზობლოს ბალანსიდან, კონტროლდება მათი საშუალებით და ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში თავიანთ მობილურებში შეუძლიათ, რომ აპლიკაციით ან ვებგვერდით გააკონტროლონ ეს პროცესი. თან პლუს ციფრულად ყველაფერი უფრო მეტად გამარტივებულია, ხო, ამ შემთხვევაში. ერთ ძალიან საინტერესო მომენტიც კიდევ ზოგადად ეკონომიკაში არსებობს ესეთი ტერმინი უბილეთო მგზავრები და ეს უბილეთო მგზავრები ნიშნავს იმას, როდესაც გარკვეული ადამიანები, რომელიც ეკონომიკაში კონტრიბუციით არ ხასიათებიან, არ მუშაობენ, დამატებით ღირებულებას არ ქმნიან, სხვა ადამიანების ხარჯზე, ასე ვთქვათ, და სხვა ადამიანების გადასახადების ხარჯზე ცხოვრობენ და ფრირაიდერებს ეგრეთ წოდებულს უწოდებენ და ნუ პრინციპში ესეთი შემთხვევები დარწმუნებული ვარ სამეზობლოშიც იქნება და აი სწორედ მაგალითი მაინტერესებს თქვენგან ესეთი ფრირაიდერი უბილეთო მგზავრი მეზობლები თუ არსებობენ რომლებიც არ იხდიან ერთგვარ რაღაც საწევროს ამ კორპუსის ბოვლისთვის თანხებს და სხვა მეზობლების ხარჯზე ცხოვრობენ რომლებიც ზუსტად პატრიოტულად ყოველთვიურად იხდიან გარკვეულ თანხებს. როგორ არის ძირითადად შეიძლება იყოს ესეთი დაკეტილი ბინები, რომლებიც აქტიურად არ არიან ადგილზე და არ ერთვებიან, თუმცა საბოლოოდ უკვე როდესაც მიხვდებიან იმ საჭიროებას, რომ კორპუსი მოვლილია და საჭიროა რომ გადაიხადონ ის თანხები, ერთვებიან გადახდებში. რაც შეეხება ასე ვთქვათ თავის არიდებას გადახდებიდან ერთ-ერთი კიდევ მითი შემიძლია გავიხსენო ის, რომ ჩვენი ბარათების დუბლირებას ახსენებენ ბევრჯერ, რომ ჩვენ პირდებიან, ასე ვთქვათ, კომპანიები ან ფიზიკური პირები ჩვენთანაც უხსენებიათ ბევრჯერ, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ გავადუბლიროთ ცითქომის ბარათები და თქვენ აღარ მოგიწევთ თანხის გადახდა, რაც ბუნებრივია ძალიან დიდი სიცრუეა, რადგან ჩვენი ბარათები მხოლოდ ჩვენი მხრიდან ვრცელდება, ასე ვთქვათ, და მათი შეძენა ასევე დამატებით შესაძლებელია ბიბლუში და ევროპროდუქტის ფილიალებში სხვა პირების ჩართულობის გარეშე 24 საათის განმავლობაში შეუძლია მომხმარებელს დაგვიკავშირდეს ხალხაზე და დაამატოს მისი ახალი ბარათი მის ანგარიშზე. და ეს დუბლირების ის მართლა რამდენად შესაძლებელია, ანუ თუნდაც ეს სიცრუეში შეყვანა ადამიანების, ანუ ამ შემთხვევაში სწორი კომუნიკაცია როგორ ხდება თუნდაც იმ ადამიანებთან, რომ მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ რეალურად ამას. ნუ რეალურად ფაქტის წინაშე უნდა დადგნენ ისინიც, რომ ბარათები ყველა ინდივიდუალურად მზადდება და ყველა ბარათს ინდივიდუალური კოდი აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენი ოფისიდან, ასე ვთქვათ, რომელიც რეგისტრირდება და გადის თუნდაც ფილიალებში, ბიბლში და ევროპროდუქტში და ასევე ონლაინად შეუძლიათ ბარათების შეძენა. იქიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ ბარათების აქტივაციის შესაძლებლობა არის და არა გადუბლირებულის და ყოფილა უკვე ისეთი შემთხვევა, როდესაც შესულან ადამიანები ამ სიცრუეში და სარგებლია უბრალოდ იდეის დონეზე, თუმცა სარგებლობა ბუნებრივია არ არის შესაძლებელი. კი ბატონო, და ზოგადად ეს კითხვაც ქონდა, რომ ეს თუნდაც ფუნქციონალის დაკოპირება, ეს ფუნქციონალი, რაც ინოვაციურია, ხო, პრინციპში სითქომის მიერ შემუშავებული და ბუნებრივია, ხაი როდესაც ახალი ინოვაცია მოდის, ძალიან ბევრი სურვილია სხვა კონკურენტის პირობითად, რომ დააკოპიროს, გადმოიტანოს და რაღაც მსგავსი გააკეთოს. თან ერთი განსხვავება ის არის, რომ პირობითად სითქომი თუ ამაზე დროს, რესურსს და ფულს ხარჯავდა, მისი კონკურენტი, რომელიც ცდილობს დააკოპიროს, ზოგადად ეგრე ხდება ბიზნესშიც, ნაკლები დანახარჯით იზავს ამ ყველაფერს და თუ ზოგადად ვინმეს უსდია მსგავსი, ასე ვთქვათ, ფუნქციონალის რეალურად მართლა შექმნა და დაკოპირება, ესეც საინტერესოა. ნუ რეალურად კი არსებობენ სხვა კომპანიებიც, თუმცა იმ ფუნქციებით ზუსტად რასაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის ბაზარზე ჩვენს გარდა, იმიტომ რომ 30-მდე პროგრამული დეველოპერი ყავს ამ ნაწილში ჩართული, ვინც უზრუნველყოფს სისტემურ გამართულობას აპლიკაციაზე, ვებგვერდზე და ზოგადად მთლიან ამ სტრუქტურაზე მუშაობას
და ბუნებრივია რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ რომ განვითარდეთ, დავხვეწოთ და სიახლეები დავნერგოთ ამ ნაწილში. კი ბატონო, უნდა მოდი აი შეჯამებაზე რომ გადავიდეთ, შეჯამების სახით თქვენ ახსენეთ რამდენიმე მითი, რაზეც გავუსვით. ახლა ხაზი ტენდენცია როგორია რეალურად ეს მითები, რაზეც ძალიან ესე აქტიურად შეიძლება 10 წლის წინ აქტიურად აპელირებდა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობდა ამა თუ იმ კორპუსში, ტენდენცია იცვლება თუ არა უკეთესობისკენ და რეალურად ის პასუხისგებლობის ნაწილი ვითარდება თუ არა თუნდაც კორპუსში ცხოვრებ ადამიანებში, რომ დიახ ჩვენია და ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ და გვჭირდება ერთგვარად კოლექტიური მოქმედება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის ჩვენი საერთო ასე ვთქვათ სივრცე, სადაც გადავადგილდებით და ცხოვრობთ. აი ამაზეც რო ვისაუბროთ. კი ბატონო, საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ მეზობლები სწავლობენ საერთოზე ზრუნვას. ყველაზე კარგი მაგალითია ხოლმე მათთვის ის, რომ ნახონ სხვა კორპუსში როგორ უვლიან დაუშვათ თავიანთ სადარბაზოს, ეზოს და ასე შემდეგ. ინიციატივა ზოგადად ყველა მოსახლეს ერთობლივად არ აქვს ხოლმე და ვერც ექნება, რომ საერთოზე ზრუნვა დაიწყონ, თუმცა სადაც ინიციატივა ჩნდება ერთი ადამიანი, სადაც არის მაგალითად დაინტერესებული, რომ განვითარდეს მათი კორპუსი, ეზო, სადარბაზო, იქ მერე ხედავენ სხვა მეზობლებიც, რომ უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი და რა თქმა უნდა მხარს უბავენ ამ სიახლეებს სამეზობლოში, ეთანხმებიან, მიყვებიან და უკეთესობისკენ ზოგადად მერე გვერდზე კორპუსში, ასე ვთქვათ, ხმები რო ვრცელდება, რომ აი კარგია, საერთოზე ზრუნვა, შემდეგ უკვე სხვა კორპუსებშიც მაგალითებს იღებენ კარგად. კი, ისე გავრცელებული ტენდენცია ხო არის ხოლმე, რომ მაგალითად აი ჩემ მეზობელს ყავს მაგარი მანქანა, მეც უნდა მყავდეს და აი მასეთ ახმას თორმე პოზიტიური მხარეც ქონია, რომ იქითა კორპუსი რა კარგია და ბოდი მეც გავაკეთე. ნუ მარტო ჩვენთან არ არის ტენდენცია ხო ხა ამერიკულ ფილმებში დარწმუნებული ვარ გინახავთ, როგორ შურის თვალებით უყურებს ხოლმე ერთი მეზობელი მეორეს, რომელიც ახალი მანქანით პირობითად მოდის. ამიტომ რაღაც დადებითი თურმე მაგასაც ქონია, რომ შემდგომში რაღაცა აქაც თითქოს ერთმანეთთან კონკურენციაში შედია, რომ იმან თუ გააკეთა რა ჩვენ ვიზე ნაკლები ვართ, ან რას იფიქრებენ ჩვენზე, ასე რომ როგორც გამოჩნდა მედალს ორი მხარე ქონია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ტრადიციულად გრძელდება რუბრიკა როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სიტიკომთან ერთად და დღესაც ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა. საინტერესო თემით მითებზე საუბრობდით. ნათია ორახელაშვილი და ანა შავშიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, სიტიკომის აკაუნტ მენეჯერები.